რაც უფრო მძლავრი ხდება ჩვენი ტელესკოპები, მით უფრო ბევრ თვალწარმტაც კოსმოსურ სანახაობას ვხედავთ. მაგრამ ჩვენ წინაშეა მათ შორის ყველაზე ამაღელვებელის სტატუსის პრეტენდენტი. ეს არის ვარსკვლავის აფეთქება ან დაბადება. ამჯერად ვარსკვლავის აფეთქებაზე ვისაუბრებ. ვარსკვლავმა, რომელიც სიცოცხლის მიწურულს აფეთქდა, კოსმოსი ისე შეარყია, როგორც კაცობრიობას ჯერ არასოდეს უნახავს. 2021 წელს ასტრონომებმა ნამდვილი საოცრება იხილეს. ჩვენგან 2.2 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე სუპერნოვას. სახელად SN2021YFJ-ს აფეთქება. სუპერნოვა მდიდარი იყო სილიციუმით, გოგირდითა და არგონით. ასეთი რამ აფეთქებულ ვარსკვლავში იქამდე არასოდეს იყო დაფიქსირებული. მოდი უფრო მეტი გავიგოთ ამ საოცარი მოვლენის შესახებ, რაც შეიძლება იმის გააზრებაში დაგვეხმაროს, თუ რა დაემართება ჩვენს მზეს რამდენიმე მილიარდ წელიწადში. ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი ასტროფიზიკოს სტივ შულცის ხელმძღვანელობით ამბობს, რომ ეს მატერია წარმოადგენს პირველ პირდაპირ მტკიცებულებას სხვადასხვა ელემენტის კონცენტრული თეორიული გარსებისა, რომლებიც მასიურ ვარსკვლავთა წიაღს შეადგენენ. აღმოჩენა ადასტურებს ვარსკვლავის სიცოცხლის ციკლს და აფართოებს ჩვენს წარმოდგენას მასიურ ვარსკვლავთა აღსასრულის შესახებ. ეს მოვლენა ისეთი რამაა, რაც აქამდე ჯერ არავის უნახავს. იმდენად უცნაური იყო, რომ ისიც ვიფიქრეთ, ვაგვირდებოდით თუ არა სწორ ობიექტს. ეს ვარსკვლავი გვეუბნება, რომ ჩვენი იდეები და თეორიები ვარსკვლავთა ევოლუციის შესახებ ზედმეტად ვიწროა. იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმძღვანელოები არასწორია, არამედ იმას, რომ ისინი აშკარად სრულად ვერ აღწერენ იმ ყველაფერს, რაც ბუნებაში ხდება. მასიურ ვარსკვლავთა აღსასრულის იმაზე გაცილებით ეგზოტიკური გზებიც უნდა არსებობდეს, ვიდრე ჩვენ ვუშვებთ. ვარსკვლავების სიცოცხლეს კვებავს მათ ბირთვში მიმდინარე სინთეზი, სადაც წნევა და ტემპერატურა იმდენად მაღალია, რომ ატომები ერთმანეთს ერწყმიან და წარმოქმნიან უფრო მძიმე ელემენტებს. მასიურ ვარსკვლავებში წყალბადი ჰელიუმად სინთეზირდება, რომელიც შემდეგ სინთეზირდება ნახშირბადად და ასე შემდეგ, გოგირდისა და სილიციუმის რკინად გარდაქმნამდე. რკინა ამ ხაზის დასასრულია, რადგან რკინის სინთეზი იმაზე მეტ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე გამოყოფს. ეს უკვე ვარსკვლავის სიკვდილის ზარია. თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვარსკვლავის სიცოცხლის განმავლობაში წარმოებული სხვადასხვა ელემენტები წარმოქმნიან ხახვის მსგავს შრეებს. ცენტრში ყველაზე მძიმე შრეებია და გარეთ კი ყველაზე მსუბუქი, მაგალითად წყალბადი და ჰელიუმი. როცა ვარსკვლავი ფეთქდება, ამ მსუბუქ ელემენტს და კვალს ასტრონომები ძირითადად გამონატყორს მატერიაში პოულობენ. მაგრამ იქ არ არის უფრო მძიმე ელემენტები, ჯაჭვი მხოლოდ ნახშირბადამდე და ჟანგბადამდე ჩადის. სუპერნოვა SN2021YFJ-ში მძიმე ელემენტთა დომინაცია მიუთითებს იმაზე გაცილებით ტურბულენტურ პერიოდზე, ვიდრე ჩვეულებრივ არის ხოლმე ბოლო ფეთქებად მოვლენამდე. მეცნიერების თქმით, პირველად ნახეს ვარსკვლავი, რომელიც არსებითად ძვლებამდე გაშიშვლდა. ეს მოვლენა გვაჩვენებს, როგორ არიან ვარსკვლავები სტრუქტურირებული და ადასტურებს, რომ ვარსკვლავებმა შეიძლება აფეთქებამდეც დაკარგონ ბევრი მატერია. ისინი არა მხოლოდ ყველაზე გარე ფენებს კარგავენ, არამედ შეიძლება მთლიანად მოშიშვლდნენ ძირამდე და მაინც წარმოქმნან იმდენად კაშკაშა აფეთქება, რომ ჩვენც დავინახოთ ძალიან შორიდან. პერიოდი, რომელიც მასიურ ვარსკვლავთა სიკვდილს უძღვის წინ, არასტაბილურობით ხასიათდება. სუპერნოვად აფეთქებამდე მიმდინარეობს ამოფრქვევათა სერიები, რომლითაც ვარსკვლავი დიდი ოდენობით გარე მატერიას კარგავს. სილიციუმი, გოგირდი და არგონი მხოლოდ ვარსკვლავის ბირთვის სიახლოვეს ხვდება, ვარსკვლავის სიცოცხლის მიწურულისკენ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სუპერნოვა SN2021YFJ-ს გამომწვევმა ვარსკვლავმა როგორღაც იმაზე გაცილებით მეტი მატერია დაკარგა, ვიდრე ჩვეულებრივი ფეთქებადი ვარსკვლავი კარგავს. უცნობია ზუსტად როგორ შეიძლება ხდებოდეს ეს, მაგრამ მკვლევრები ვარაუდობენ სცენარს, რომელშიც ვარსკვლავის სიკვდილის როკვა მას თანდათანობით ნამსხვრევებად ანადგურებს, როცა ბირთვი საწვავს ამოწურავს, იწყებს გამუდმებულ შეკუმშვას გრავიტაციის ძალით, რადგან სინთეზის დასრულებასთან ერთად უკვე გამქრალია გარეთ მიმართული წნევა. შიგნით მიმართული წნებისა და ტემპერატურის ზრდა ხელახლა ანთებს სინთეზს.
რასაც მოსდევს აფეთქება, რა დროსაც სივრცეში იტყორცნება გარე მატერიის ნაწილი. ამ პროცესის განმეორებითი ეპიზოდების შედეგად ვარსკვლავის მასის უმეტესი ნაწილი ჩამოიშლება, როგორც მოცილებული საფარი და მატერიის გარსი ვარსკვლავს შორდება და ფართოვდება. ფინალური აფეთქების დროს სუპერნოვას ამონატყურძნი ამ გარს ეწევა და ეჯახება, რაც წარმოქმნის კაშკაშას სინათლეს, რომელიც მილიარდობით სინათლის წლის მანძილიდანაც კი მოჩანს მთელ კოსმოსში. თუმცა ამ თეორიის დასტურებლად საჭიროა მეტი მონაცემი. იმის მიუხედავად, რომ გვაქვს თეორია იმის შესახებ, თუ როგორ წარმოქმნა ბუნებამ ეს კონკრეტული აფეთქება, მეცნიერები გადაწყვეტით ვერ ამბობენ, რომ ის სწორია, რადგან ჯერ ამის მხოლოდ ერთი მაგალითი აქვთ აღმოჩენილი. ზოგადად, კაცობრიობას უკვე აქვს ირმის ნახტომის ყველაზე ცნობილ აფეთქებულ ვარსკვლავთა ცქერის ახალი გზა. ეს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპია, რომელმაც კიდევ უფრო მეტი საზღვრები გახსნა კოსმოსის ცქერის საქმეში. 2023 წელს ამ აპარატმა თავისი მახვილი თვალი კასიოპეა A-სკენ მიმართა. ეს გახლავთ შთამბეჭდავი კომპლექსური გაფართოებადი ღრუბელი ცხელი გაზისა, რომელიც 1670-იან წლებში აფეთქებული ვარსკვლავის, ანუ სუპერნოვასგან გამოიტყორცნა. ამ ცნობილ სუპერნოვას ჯეიმს ვები უკვე მეორედ დააკვირდა. 2023 წლის აპრილში ტელესკოპი მას შუა ინფრაწითელ დიაპაზონში დააკვირდა თავის ინსტრუმენტ მირით. ამჯერად ტელესკოპმა თავისი ინსტრუმენტი ნირკამი გამოიყენა, რათა ობიექტს ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში დაჰკვირვებოდა. ორ სურათს შორის სხვაობებმა მეცნიერების საგონებელში ჩააგდო. ეს სანახაობა იმ დროის ადამიანებმა ღამისაზე საკუთარი თვალით ნახეს. სკანირებამ საოცარი ახალი დეტალები გამოავლინა. კასიოპეა A მზის სისტემიდან დაახლოებით 11000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და წარმოადგენს ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და კარგად შესწავლილ ობიექტს. მე-17 საუკუნის ბოლო პერიოდის ჩანაწერები მიუთითებს, რომ ის რამდენიმე ასტრონომმა შენიშნა, მაგრამ თავად სუპერნოვას ნარჩენების ოფიციალურად ჩაწერა გაცილებით გვიან. 1948 წელს მოხდა. ასტრონომებს ეს ობიექტი იმ თავითვე აჯადოებდა, რადგან აფეთქებული ვარსკვლავის ევოლუციის უნიკალურ შესაძლებლობას თავაზობს. მისი ნარჩენები კოსმოსში ზებგერითი სიჩქარით ფართოვდება. ვინაიდან ჯეიმს ვები კაცობრიობის ისტორიაში უმძლავრესი კოსმოსური ტელესკოპია, უცნაური იქნებოდა ასტრონომებს ის, რომ კასიოპეა A-ს შესასწავლად არ გამოეყენებინათ. ახალი ახლო ინფრაწითელი ფოტოები გაცილებით ეფემერულია, ვიდრე წინა, სხვა ტალღის სიგრძეებში დაკვირვებისას გადაღებული, მაგრამ სწორედ ამის წყალობით შეუძლიათ ასტრონომებს სუპერნოვას ნარჩენის დინამიკის შესწავლა. გამოიკვეთა ერთი განსაკუთრებით საოცარი ახალი მახასიათებელი. სურათის ქვედა მარჯვენა კუთხეში ზოლებიანი ლაქაა, რომელსაც მეცნიერები ჩვილ კასიოპეა A-ს უწოდებენ, რადგან ის სწორედ ახალშობილ კასიოპეა A-ს ჰგავს. შეიძლება ის სუპერნოვას ნარჩენთან ახლოს ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში მისგან დაახლოებით 170 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ეს წარმონაქმნი სუპერნოვა არ არის. სინამდვილეში კასიოპეა A-სგან წასწული სინათლეა, რომელიც კოსმოსში მიდის და მტვრის შორეულ გროვას ურტყამს, რაც მას ანათებს. ამ ფენომენს სინათლის ეკოს უწოდებენ და ახალ ფოტოზე რამდენიმე მათგანი დაფიქსირდა. ფოტოზე ხედავთ კაშკაშა ვარდისფერ, ნარინჯისფერ გრეხილებს, რაც აფეთქების შიდა გარსს წარმოადგენს, გაზისა და მტვრის გროვებს, რომლებიც სხვადასხვა ელემენტ შეიცავს, მათ შორის გოგირდს, ჟანგბადს, არგონს და ნეონს, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს ახლად დაბადებულ ვარსკვლავებში მოხვდებიან. ნარჩენის გარეთაკვამლიანი გარსი ვარსკვლავთ შორის სივრცეში ფართოვდება. ის შუა ინფრაწითელ ტალღის სიგრძეში კაშკაშებს, მაგრამ ზედმეტად ცივია, რათა ახლო ინფრაწითელში ანათოს. სურათზე ასახული თეთრი ფერი სინქროტრონული რადიაციის მიერ არის წარმოქმნილი, რომელიც თავის მხრივ მაშინ ჩნდება, როცა ელექტრონები სპირალურად ჩქარდება მაგნიტური ველის ხაზების გარშემო. შუა ინფრაწითელში, ასევე ჩანდა ბუშტის ცენტრში, მარჯვენა მხარეს კაშკაშა, ღია მწვანე ნათება, რაც მეცნიერებს საგონებელში აგდებდა. ნირკამის ახალ ფოტოზე ამ რეგიონში ხვრელები მოჩანს, რომლებსაც გარშემო თეთრი და მეწამული ფერები არტყია, რაც იონიზებულ გაზზე მიუთითებს. ასტრონომები ახლა ფიქრობენ, რომ სინათლის ასეთი კომბინაციის მიზეზი სუპერნოვადან გამოტყორცნილი, გაფართოებადი მატერიაა, რომელიც ვარსკვლავის მიერ აფეთქებამდე გადყორცნილ სხვა მატერიას ეწევა და ეჯახება. კასიოპეა A-ს სახელს მომავალში კიდევ მრავალჯერ გაიგონებთ. ჯეიმს ვები სუპერნოვას ამ ნარჩენს
კიდევ არაერთხელ დაუბრუნდება. კვლევართა განცხადებით, ისტორიაში პირველად დააკვირდნენ წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავის სუპერნოვა დაფეთქებას. სუპერნოვას, რომელსაც SN2020 TLF-ი უწოდეს, 130 დღის განმავლობაში უყურებდნენ, როგორ ისროდა გიგანტურ ჭავლებს. ჩვენს მზეზე დაახლოებით 10 ჯერ მასიური ეს ვარსკვლავი ჩვენგან დაახლოებით 120 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა NGC 5731-ში აფეთქდა. კვლევართა ჯგუფის განცხადებით, სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მომაჯადოებელი მოვლენის ეს უპრეცედენტო სანახაობა გვიჩვენებს, რომ სუპერნოვას აფეთქების თვალსაზრისით შტორმის წინ სიმშვიდე ყოველთვის არ არის, როგორც აქამდე მიიჩნეოდა. ნამდვილი განრღვევაა მასიური ვარსკვლავის აფეთქების წინა პერიოდის შესახებ ჩვენს წარმოდგენაში. წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავის სუპერნოვამდელი აქტივობა აქამდე პირდაპირ არასოდეს დაგვიფიქსირებია. ჩვეულებრივი მეორე ტიპის სუპერნოვაში. ისტორიაში პირველად უყურეთ, როგორ აფეთქდა წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავი. ამბობს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომი ვინ იაკობსონ გალანი. სუპერნოვა მაშინ ხდება, როდესაც მასიური ვარსკვლავი კვდება, ანუ საწვავს ამოწურავს და საკუთარ თავში კოლაფსირდება, როცა გრავიტაციის ძალებსა და ბირთვულ რეაქციებს ბალანსის შენარჩუნება აღარ შეუძლიათ. კოლაფს სუპერკაშკაშა აფეთქება მოხვება, რა დროსაც კოსმოსში შოკური ტალღები იტყორცნება და რჩება მკვრივი ბირთვი, რომელსაც გარს აკრავს გაზის ღრუბელი, იგივე ნისლეული. ეს დრამატული პროცესი რეალურ დროში აქამდე არასოდეს გვქონდა ნანახი. დაკვირვებებში ორი ტელესკოპი იყო ჩართული, ორივე ჰავაიზე, ჰავაის უნივერსიტეტის პან-სტარის და კეკის ობსერვატორია. შეგროვებული მონაცემები უკვე გვაძლევს ახალ ცნობებს. მაგალითად, პირდაპირ მტკიცებულება იმისა, რომ აფეთქებისას ვარსკვლავს გარს ეკრა ახლო ვარსკვლავური მატერია, რომელიც მკვლევართა აზრით იგივე გაზი იყო, რომელიც მათ რამდენიმე თვით ადრე შენიშნეს წითელი სუპერგიგანტიდან ამოტყორცნილი. დაკვირვებებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ როგორც ჩანს სუპერნოვა დაფეთქებამდე, სულ მცირე ზოგიერთი წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. სამარაუდოდ ეს გახლავთ ბირთვული საწვავის წვის ფინალურ ეტაპთან დაკავშირებული არასტაბილურობები, რამაც ამ შემთხვევაში სასტიკი ამოფრქვევები და სიკაშკაშე წარმოქმნა. ამ კონკრეტული ვარსკვლავის შესახებ ასტრონომებს პირველ რიგში ამცნო რადიაციული სინათლის მაღალმა დონემ. სუპერნოვას აფეთქებიდან კიდევ 300 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ, რამაც ასტრონომებს ამ ფენომენის შესახებ კიდევ უფრო მეტი ცნობები მისცა. დაკვირვებები პროექტ Young Supernova ექსპერიმენტის ფარგლებში ჩაატარეს. ეს გახლავთ მიმდინარე პროექტი, რომლის მიზანიც არის ღამის ცაზე გამოავლინოს ძალიან ადრეულ ეტაპებზე მყოფი ვარსკვლავური აფეთქებები. მიღებული ინფორმაციის საშუალებით სუპერნოვების შემჩნევა უფრო გაადვილდება უშუალოდ აფეთქებამდე. ყველაზე მეტად აღფრთოვანებული ვარ იმ ახალი ცნობებით, რაც ამ აღმოჩენით მივიღეთ. SN2020 TLF-ის მსგავსი უფრო მეტი მოვლენის აღმოჩენა დრამატულ გავლენას მოახდენს ვარსკვლავური ევოლუციის ფინალური თვეების შესახებ ჩვენს ცოდნაზე. დამკვირვებლებსა და თეორეტიკოსებს გააერთიანებს, რათა ამოხსნან მასიურ ვარსკვლავთა უკანასკნელი თვეების საიდუმლო, ამბობს იაკობსონ გალანი. რა გავლენას ახდენს სამყაროზე კონკრეტულ გალაქტიკასა და გარშემო პლანეტურ სისტემებზე სუპერნოვა? ზოგადად ვარსკვლავის აფეთქება. უფრო რომ დავავიწყებო საკითხი. უკვე მრავალი წელია მეცნიერებს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა აწუხებთ. რა ფაქტორები განაპირობებდა დედამიწის ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა სახეობების ამოხოცვას? ბევრი მათგანი დედამიწისეული წარმოშობისაა, მაგრამ არის ერთი იდუმალებით მოსული მოვლენა, რომელმაც პლიოცენის ეპოქაში 2.6 მილიონი წლის წინ ოკეანეში სიცოცხლის 36% მოსპო. მათ შორის იყო გიგანტური ავტობუსის ზომის ზვიგენი მეგალოდონი. მეცნიერთა ვარაუდით ეს მოვლენა შესაძლოა გამოწვეული იყო დედამიწიდან 150 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავის აფეთქებით, ანუ სუპერნოვათი. სინამდვილეში შესაძლოა რამდენჯერმე მოხდა დედამიწის ბომბარდირება კოსმოსური რადიაციით, რასაც შეეძლო გამოეწვია კლიმატის ცვლილება. ისევე როგორც სხვა ეფექტები, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს ოკეანის მეგაფაუნის მასობრივ გადაშენებაში. კანზასის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ადრიან მელოდი ამ საკითხზე 15 წელია მუშაობს.
მისი თქმით, წარსულშიც ხშირად ვარაუდობდნენ, რომ სუპერნოვებს დედამიწის დაზარალება ისტორიის განმავლობაში ხშირად შეეძლო. როგორც იგი აღნიშნავს, ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის. არსებობს სპეციფიკურ დროს ახლომახლოს მომხდარი მოვლენების მტკიცებულებები. ვიცით, რამდენად იყო ისინი ჩვენგან დაშორებული და შესაბამისად, შეგვიძლია იმის გამოთვლაც, რამდენად შეეძლოთ მათ დედამიწაზე გავლენის მოხდენა. მტკიცებულებები ქანებში იმალება. უნდა გაირკვეს, შეიცავს თუ არა ისინი რკინა 60-ის იზოტოპების დანალექებს, რომლებიც ნაპოვნია ზღვის ფსკერზე. რკინა 60 რადიოაქტიურია. მისი ნახევარსიცოცხლის პერიოდი დაახლოებით 2.6 მილიონი წელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 4.54 მილიარდი წლის წინ მზის სისტემის ფორმირებისას წარმოქმნილი რკინა 60 უკვე დიდი ხნის დაშლილი უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენს პლანეტაზე დღეს არსებული ეს იზოტოპი მოსული უნდა იყოს გარედან, როცა ის კოსმოსში სუპერნოვას აფეთქების შედეგად გაითხოვცნა. შედარებით ადვილია რადიოაქტიურ იზოტოპთა დათარიღება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიცით მათი დაახლოებითი ასაკი. მელოტის თქმით, დაახლოებით 2.6 მილიონი წლის წინ შეიმჩნევა ასეთ იზოტოპთა დიდი ტალღა. 10 მილიონი წლის წინ კი შედარებით პატარა მოვლენები. ამ მოსაზრებებს მხარს უჭერს ეგრეთ წოდებული ადგილობრივი ბუშტიც, გაზისგან შედარებით თავისუფალი სივრცე, რომელიც 300 სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება და რომელშიც ამჟამად მზის სისტემა მოძრაობს. მელოტის თქმით, ეს არის ძალიან ცხელი, დაბალი სიმკვრივის გაზი, რომელმაც თითქმის ყველა გაზის ღრუბელი განდევნა. ასეთი ბუშტის წარმოქმნის საუკეთესო გზაა სუპერნოვათა მთელი ჯაჭვი, რომელთა დარტყმებიც მას უფრო და უფრო დიდს ხდის. იმის გარდა, რომ ამ დროს ის კოსმოსში გავრცელებას აგრძელებს, სუპერნოვას მიერ გამორტყორცნილი კოსმოსური სხივები ბუშტის საზღვარზე უნდა აიცხლიტოს, რაც განაპირობებს ბომბარდირებას, რომელიც 100,000 წელიც შეიძლება გაგრძელდეს. სუპერნოვათა ჯაჭვის შემთხვევაში ეს პროცესი გაცილებით დიდხანსაც გაგრძელდება. მოსაზრება, რომ მასობრივი გადაშენებები შეიძლება სუპერნოვებს გამოეწვიათ, ახალი არ არის. მეცნიერებს დიდი ხანია მიაჩნიათ, რომ დაახლოებით 450 მილიონი წლის წინ დედამიწაზე მომხდარი ორდოვიციული მასობრივი გადაშენება გამოწვეულია სუპერნოვას აფეთქების შედეგად წარმოქმნილი გამა-გამოსხივებით. მისმა რადიაციამ დედამიწას შემოაცალა ოზონის ფენა და პლანეტაზე არსებული სიცოცხლეც დაუცველი აღმოჩნდა მზის მომაკვდინებელი ულტრაესფერის სინათლის წინაშე. თუმცა, გამა-გამოსხივების აფეთქებები ირმის ნახტომში საკმაოდ იშვიათია. იმდენად იშვიათი, რომ მეცნიერებს ის არასოდეს დაუფიქსირებიათ, თუ არ ჩავთვლით ცოტა ხნის წინ აღმოჩენილ მოვლენას, რომელიც შესაძლოა ამის პირველი შემთხვევა გახდეს. მელოტისა და მისი ჯგუფის კვლევის თანახმად პლიოცენის ზღვის მეგაფაუნის გადაშენების უკან სრულიად სხვანაირი მექანიზმი იმალება. გამა-გამოსხივების ტალღის მაგივრად ეს იყო კოსმოსური სხივების ელემენტარულ ნაწილაკთა ტიპი, სახელად მუონები. ისინი ელექტრონებს წააგავს, მაგრამ აქვთ გაცილებით მეტი მასა და ენერგია. მეცნიერი განმარტავს, რომ მათ ყველგან შეღწევა შეუძლიათ, ჩვეულებრივ სიტუაციაშიც კი. ჩვენს ორგანიზმში მრავალი მათგანი გაივლის, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი რადიაციის 1/5 მიუონებისგან მოდის. თითქმის ყველა მათგანი უვნებლად გაივლის. თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, როცა კოსმოსური გამოსხივების ეს ტალღა გვირტყამს, ამ მიუონების ოდენობა რამდენიმე ასეულამდე იზრდება. ასეთი დიდი ოდენობისას, როცა მათი ენერგია ასე მაღალია, შედეგად მიიღებთ მუტაციებისა და კიბოების გაზრდილ რიცხვს. სწორედ ეს იქნება ძირითადი ბიოლოგიური ეფექტები. ადამიანის ზომის არსების შემთხვევაში კიბოს მაჩვენებლები 50%-ით მოიმატებდა. რაც უფრო დიდ ქმნილებას ნაგვაქვს საქმე, ეს რიცხვი კიდევ უფრო იზრდება. მაგალითად, შედეგები კატასტროფული იქნებოდა სპილოებისა და ბეშაბებისთვის. იქედან გამომდინარე, რომ მიუონები ასე შეღწევადია, ისინი ფიქსირდება მიწისქვეშაც, დიდ სიღრმეზე. მათ შეესწრებთ უნარი გაიარონ ოკეანის წყალი და მიაღწიონ ფსკერზე არსებულ სიცოცხლემდე. მიუონების შეღწევადობა ცხადია, უფრო ნაკლები იქნება დიდ სიღრმეებში, რაც კარგად ეთავსება გადაშენების მოვლენებს. ეს მოვლენა გაცილებით კატასტროფულად შეეხო სანაპირო წყლებს. რა თქმა უნდა, გადაჭრით ჯერ არაფერი ვიცით და არსებობს მრავალი ამოუხსნელი მომენტიც. მელოც მაგალითად მოყავს სპილოები და ბეშაპები, რომლებსაც თეორიულად კიბოს უფრო მაღალი მაჩვენებლები უნდა აღენიშნებოდეთ. თუმცა ცნობილია, რომ კიბოს მაჩვენებლები მათში წარმოუდგენლად დაბალია, ვიდრე ადამიანებში. ამ ფენომენს პეტოს პარადოქსს უწოდებენ. იმის მიუხედავად, რომ ამ გადაშენებათა ყველაზე შესაფერისი მიზეზი სუპერნოვები ჩანს, დაზუსტებით ჯერ არაფერია ცნობილი. კვლევები გრძელდება.
სად წარმოიქმნა, საიდან მოხვდა დედამიწაზე სიცოცხლისათვის აუცილებელი არსებითი ელემენტები? პასუხი მარტივია. ვარსკვლავების ღუმელში, საიდანაც შემდეგ ისინი აფეთქება და შედეგად გაიფანტა. აფეთქების, რომელიც ზოგიერთი ვარსკვლავის სიცოცხლის დასასრულს მოასწავებს, მაგრამ ამავე დროს საწყისია ახალი სიცოცხლის. ბუნების ციკლი ვგულისხმობ დაბადება გარდაცვალებას. ერთნაირია სამყაროს ყველა ასპექტში, მათ შორის ვარსკვლავური და პლანეტური, ნებისმიერი ციური სხეულის შემთხვევაშიც. რა თქმა უნდა, ვარსკვლავების აფეთქება დაბადების პროცესი ძალიან ხანგრძლივია. თუმცა თანამედროვე ასტრონომიული ტექნოლოგიების გამოყენებით ამ პროცესის ესა თუ ის ფაზა შეგვიძლია დავინახოთ. თუმცა თუ მეცნიერებას დავუჯერებთ, სამყაროს დაბადება წამში მოხდა, ერთი წერტილოვანი აფეთქებით. შესაბამისად არ არის გამორიცხული ახლო მომავალში ვარსკვლავის აფეთქების მომენტალური მასალას დავინახოთ. აქვე შეგახსენებთ, რომ მოვლენა, რომელიც ჩვენ ახლა დავინახეთ, შესაძლოა რამდენიმე ათასი ან მილიონი წლის წინ მოხდა. გააჩნია მანძილს, რადგანაც ჩვენ სამყაროს სინათლის სხივით ვაკვირდებით. რაც უფრო შორეულ მანძილზეა მოვლენა, მით გვიან მოდის ჩვენამდე ეს გამოსახულება. შესაბამისად, პროცესი კიდევ უფრო საინტერესოა. რა ხდება ახლა სამყაროს იმ კონკრეტულ ადგილას, საიდანაც ცოტა ხნის წინ მრავალი ათასი წლის წინანდელი მოვლენა შევნიშნეთ. ამდენად საინტერესოა კოსმოსი და ამ მიმართულებით კოდის პროექტში კიდევ არაერთი ეპიზოდის მომზადებას ვაპირებ. ამისათვის კი მომეცი სტიმული, მოიწონე ვიდეო, დააკომენტარე და გამოიწერე კოდის YouTube არხი. ახლა კი წავედი.